ეხა უკვე აშკარაა თუ რატომ ესტუმრა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წინა დღეს აზერბაიჯანს და ვიზიტის მიზეზებმა ბევრი გააოცა. უკრაინამ და აზერბაიჯანმა ახალი სამხედრო შეთანხმება გააფორმეს, ხოლო თავად აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების ადგილი უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად. ამაზე საუბრობენ როგორც კიევში, ისე მოსკოვშიც. ხოლო პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, რომ უკრაინა და აზერბაიჯანი ახლა ერთობლივად აწარმოებენ იარაღს. გარდა ამისა, ალიევმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რითაც ასე ვთქვათ, კრემლის მისამართით შეურაცხყოფა მიახენა. ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის შედეგებზე აზერბაიჯანში. ამ გამოშვებაში ვისაუბრებთ. ასევე განვიხილავთ, როგორ არის ეს გეოპოლიტიკურად დაკავშირებული. რადგან ეს უბრალოდ ცალკე ქვეყანაში ვიზიტი არ არის. ეს ყველაფერი ჯდება ახალ სტრატეგიაში, უკრაინის ხელისუფლების გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pichi News. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, ბაქო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა. პრესკონფერენციის დროს უკრაინის სახელმწიფოს ხელმძღვანელ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. შემდეგ მოჰყავთ ალიევის ციტატა. აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ გავცვალეთ მოსაზრებები სამხედრო ტაქტიკურ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებითაც დიდი პერსპექტივებია. ალიევის თქმით, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ორივე ქვეყანაში ვითარდება. ამ სფეროში დიდი შესაძლებლობებია ერთობლივი უკრაინულ-აზერბაიჯანული წარმოებისთვის. თავის მხრივ ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: დღეს უკრაინამ და აზერბაიჯანმა სხვადასხვა სფეროში 6 დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მთავარია თავდაცვით სამრეწველო კომპლექსი. ჩვენ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას და კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას. იარაღის წარმოება შეიძლება სტაბილურობა მოუტანოს ჩვენს ხალხებს და გახდეს შემაკავებელი ფაქტორი პოტენციური აგრესორებისთვის. აქვე აღნიშნავ, რომ ორი ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილხამ ალიევის შეხვედრა შაბათს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება ენერგეტიკაში, აგრარულ სექტორში და მთავრობათა შორისი კომისიის საქმიანობა ეკონომიკური ურთიერთქმედების მიმართულებით. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინა დღეს უკვე მეორედ ამ თვეში ჩავიდა საუდის არაბეთში. აქ ნუ იჩქარებთ, როგორც ამბობენ, არხის გადართვას, რადგან შეიძლება იფიქროთ, რატომ გადავხდი ასე აზერბაიჯანიდან საუდის არაბეთში, მაგრამ ეხლა ყველაფერს აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ იქ მან ჯიდაში შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბენ სალმან ალ-საუდს და მასთან ერთად განიხილა უსაფრთხოების შეთანხმების განხორციელებას სამხებას სამ მიმართულებით. შემდეგ ციტატა ზელენსკისგან. პირველი, ჩვენი უკრაინული ექსპერტიზის ექსპორტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების სფეროში. მეორე, ენერგეტიკული თანამშრომლობა, რომელიც ამ რთულ დროს უკრაინას დგრადობას აძლევს. მესამე, სურსათის უსაფრთხოების მიმართულება. მუშაობთ ერთად, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ხალხები და პარტნიორები. ასევე განიხილეს საუდის არაბეთის მონაწილეობისთვის პერსპექტივები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში, ასევე პარტნიორობა ფინანსურ სექტორსა და სხვა სახელმწიფო პროექტებში. ზელენსკიმ ინფორმირება გაუკეთა მემკვიდრე პრინცს. ზელენსკიმ ისაუბრა მოლაპარაკებების პროცესზე რუსეთის ომის დასრულების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ და მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ყველა ძალისხმევისთვის. აქაც სიტყვის უბრალოდ არ გაიხსენა ის მოლაპარაკებები. და ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც უკვე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ფაქტობრივად განაცხადა, რომ უკრაინა თავის პოლიტიკას სრულად გადაორიენტირებს და სრულად უარს ამბობს, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მომსახურებაზე. ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო თვეებში უკრაინა აქტიურად მუშაობს სამ მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთი და პერშიის ყურის რეგიონი, ევროპის კავშირი და ახლა კონკრეტულად აზერბაიჯანი. და აქ საინტერესო მომენტია. გახდა ცნობილი, რომ კიევი მზად არის მორიგი სამხრივი მოლაპარაკებების რაუნდის ჩასატარებლად მშვიდობის შესახებ სწორედ აზერბაიჯანში, თუ რუსეთის ფედერაცია წაერჩევს დიპლომატიას. და შემდეგ კიდევ ერთი ციტატა ზელენსკისგან. უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა იპოვოს ძალა და ასრულოს ეს უსამართლო ომი. უდაოდ ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ჩვენი პარტნიორების როლს ამ პროცესში შუამავლობაში.
ჩვენ მზად ვართ სამხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკებები ქონდა თურქეთში, ასევე ქონდა ასეთი მოლაპარაკებები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შვეიცარიაში. ასევე მიანიშნებენ იმაზე, რომ ახლა ისინი შეიძლება აზერბაიჯანში გაიმართოს. და დღეს ხდება ცნობილი, რომ რუსეთი შეიძლება დათანხმდეს მოლაპარაკებებს აშშ-სა და უკრაინასთან სწორედ აზერბაიჯანში. ამის შესახებ განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა. და შემდეგ მის ციტატას მოგიყვანთ. ნორმალური ადგილია. ჩვენ ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. თუ აზერბაიჯანი მზად არის უზრუნველყოს მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს უსაფრთხოება, ვფიქრობ, ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები მშვიდად შეძლებენ აზერბაიჯანში ჩასვლას. თუმცა აქაც რუსებმა დაიწყეს მორიგი ხრიკები. ეს ხომ რუსები არიან, სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. ეს ჯაბაროვია. ჯაბაროვმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები, რომ კიევი მზად არის აზერბაიჯანში სამხრივ მოლაპარაკებებზე, ციტატა, ზელენსკის მორიგ ნაბიჯად და ტყუილად მოიხსენია. ასევე მან თქვა, რომ თითქოს ზელენსკი სინამდვილეში არ არის მზად არანაირი მოლაპარაკებისთვის. ეს სასაცილო ჯერს, როცა ზელენსკი ყველგან ამბობს: "მოусმინე დაუბანელო რუსებო, კი, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის." მე ამბობ ზელენსკი, მზად ვარ პირადად ვილაპარაკო ვლადიმირ პუტინთან. სად არის თქვენი მელოტი დიქტატორი? რატომ იმალება? რამდენ ხანს შეიძლება დამალვა? გამოძვერი უკვე ბუნკერიდან და დაჯექი, მოლაპარაკებების მაგიდასთან. რას იმალები, მშიშარა ხარ? და ზელენსკი ამას ყველგან ამბობს. გამოძვერი უკვე, გამოძვერი, მოდი ვილაპარაკოთ. ხოლო რუსები ამბობენ, ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. აი, ვლადიმირ პუტინი მზად არის. მართალია, ცოტა ეშინია ბუნკერიდან გამოსვლის, მაგრამ ასე რომ მზად არის. და საერთოდ მთლიანობაში ისინი მზად არიან, მაგრამ არ არიან მზად. ხო, მოკლედ, შემდეგ მოიყვანენ ციტატას ამ ჯაბაროვის. ზელენსკი მუდმივად ცვლის როგორც მოლაპარაკებების მონაწილეთა შემადგენლობას, ასევე მოლაპარაკებების ჩატარების ადგილს და მოლაპარაკებების საწყის პირობებს. ის მომხრეა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასაც, რადგან დასავლეთის ქვეყნების მითითებით მოქმედებს. ზელენსკი ბოლო მომენტში როგორც ყოველთვის უკან დაიხევს და ითქვის: ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და პირობები, რომელსაც რუსეთი წამოაყენებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანი ახლა რეალურად განიხილება როგორც ახალი მოლაპარაკებების პლატფორმა. და ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი მოლაპარაკებებში შეიძლება ოდნავ შეიცვალოს. და ის, რასაც უკვე ვეღარ უარყოფ. უკრაინა არასტაბილურობის ფონზე. უკრაინა ეძებს ალტერნატიულ საყრდენ წერტილებს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. იქ ასე წერია: მხარი დაუჭირეთ არხს ალექსეი პეჩი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი. მე მადლიერი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი იყო იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობი.